შენ გელოცვა, ბიჭო. მე ხო ყველაფერი შენთვის მინდა. სიყვარული იყო და რაღაცა მომენტში შეიჭრა და ვერ შედგა. ხო, მაგრამ ეს ხო შეიძლება ჭორი ყოფილიყო, მაგრამ არა, ჭორი არის. ანუ რეალურად მოხდა რომ სხვასთან. რეალურად შიში იქნებოდა მერე სულ. ის ქონდა ჩაჭედილი ქვიში, რომ მე ლამაზი არა ვარ. ვაიმე, ეს არის? უიმე, რას აგავს? აი ხაც მაკულე. ძალიან ცუდი სიზმარიც ნახეთ, სანამ დაგარდაიცვლებოდა, ხო? კი. ჭერი ჩამო. ჭერი ხო, საშინელება იყო. სერიოზული ავარია იყო? მე როგორ გადარჩი, მე აქეთ გადმომისროლა და ის ჩაუვდო მეორე მანქანამ გადაუარა. მოხდა ასეთი ტრაგედია, გარდაიცვალა. დაემთხვა კიდე ძალიან ცუდი ამბავი. რა იცი, დედა გავგისი, საიდან იცი? ეს რაღაცა ისტიკა. ცეკვაც გიყვარდათ და ბალერინობაზე ცოცნებობდით, ხო, ბავშვობაში? კი, რა იცი, საიდან იცი? გინდოდათ? ხო. დადიოდით თუ არა? მინდოდა, არ მივლიე არც ცეკვაზე და არც უბრალოდ ბავშვობიდან რაღაცა მიყვარდა ცეკვა და დავდგებოდი ხოლმე სარკესთან და ნუ როგორც ყველა პატარა ბავშვს რაღაცა და ძალიან მინდოდა ბალერინობა და წინააღმდეგი წავიდე მშობლები რაღაცა და არ შემიყვანეს და ამას ძალიან დარდობდი. ხო. დიდხანს დარდობდი ძალიან. და სამაგიეროდ კალათბურთზე შეგიყვანეს და ქონდათ წარმატებები. კალათბურთზე კი არ შემიყვანეს. კალათბურთზე ვინ შემიყვანდა ახლა ჩემი სიმაღლის პატრონს. როგორ იყო, იცით, დადიოდნენ მაშინ მწვრთნელების სკოლებში და არჩევდნენ მაღალ ბავშვებს. და შემოვიდა ახლა ორი კაცი და მაღალ გოგოებს უთხრეს, რომ აი ეს სამი გოგო, მაღალი გოგო, მარჯვენა გამოდით თუ აკეთო. ნუ მე რასაკვირველია ხა ვინ წავიყვანა და მე ჩემმა მასწავლებელმა უთხრა თვითონ რომ ესო დაბალიაო, მაგრამო სწრაფი ბავშვიაო და იქნებო წაიყვანოთო და ნუ წავიყვანეს და იმის მერე დავდიოდი და ძალიან კმაყოფილი ვიყავ. იყო წარმატებები, რამე შეჯიბროზე გასულა? კი, როგორც შეჯიბრები მქონდა, გამოვდიოდით მერე ფრენბურთი, კალათბურთი, ერთად დავდიოდით შეჯიბრებებზე და ძალიან დიდი ის ქონდა, რა ქვიან, ჩვენ სკოლას წარმატება ამხრივ, ხო, ნუ იყვნენ ძალიან მაღალი გოგოები, ძალიან კარგი გოგოები, ძალიან კარგად თამაშობდნენ და ნუ მეც დავრბოდი რა. მერე რა ფიქრობ, რა? დარჩები ვაიყუშებით მაგ. ხო, კარგი, დაწვარდი კეთო გეკაცვა. შენ კარგად იცი რომ არ მეცალა. ბაზარიო, სადილიო, როდით გამომიმზადებია გაკვეთილები? არ გამაგონო ეს. შენი მოვალი რიგში გაგიცხადე. ეხლა. ეს რო ბავშვის გაკვეთილი ეკითხა. რა საპირეთი მაშინ რა? რა და ბაბუა მიღებდა 200. დაგყავდათ, რომლის მიმართ უფრო სიმკაცრეს იჩენდნენ მშობლები? ჩემი დის მიმართ, იმიტომ რომ ის იყო ძალიან ლამაზი, ძალიან ბევრი თაყვანისმცემლები ყავდა და იყო ძალიან ცელქი. მე ვიყავი ძალიან ისეთი წყნარი ბავშვი, ჩემთვის ვიჯექი რაღაცა და იყო ძალიან ლამაზი. სხვათა შორის კომპლექსი გამიჩინა ჩემი დის სილამაზე მე. შეკარგად მახსოვს რომ მიმიყვანეს სკოლა, ცნობილი ლამაზი გოგო იყო, სხვათა შორის გადაღებულია სამუდარელ ჭაბუკში. დის როლს თამაშობს ჩემი და მაგრამ ის ეკრანზე არ არის ისეთი ლამაზი, როგორიც ცხოვრებაში იყო. არ ვიცი ეს რის გამო მოხდა რა არის და როდესაც მიმიყვანეს პირველ კლასში, ნუ ჩემი და უფროსი იყო ჩემზე, ის იყო მეხუთე კლასში და მთელი სკოლა ჩამოვიდა არ დამავიწყდება სანახავად. აი ამათ ძალიან დიდი კომპლექსი გამიჩნდა. სანახავად ან თქვენ როგორი იქნებოდით? აი როგორი არის ლია სარაჯიშვილის და მივიდნენ მასწავლებელთან. ხო და აქ ის მოუყვანიათო ლია სარაჯიშვილის და რომელი ეგე რო იქო როზისო კუთხეშიო და ეს გოგოები რო წამოვიდნენ ვაიმე ეს არის უიმე
რას აგავს? თქვენ დედით და მამით ერთი ხარ? დიახ, მეუთხე და დავიწყე ტირილი. ნუ მე მოვედი მოვყევი ეს ამბავი სახში და გაგიჟდა ჩემი და კი რაღაც რა ისა და აი ამის მერე სულ მქონდა არა ნუ ეხა ისედაც ვიცოდი რომ ძალიან ლამაზი ხო მაგრამ ძალიან ცუდი შეფასება ეხა ესე გამოხატვა ხო აი ასეთი ის ქონდა შეფასება და ძალიან ის გამიჩინა სხვათა შორის ამან კომპლექსი რომ მე ვიყავი ძალიან უშრო ძალიან ისა რაღაცა და მოკლედ არ ვიცი ეს კომპლექსი რამდენად დაიძლია, მაგრამ 10 წლის ასაკში შეიცვალა თქვენი ცხოვრება, იმიტომ რომ აგირჩიეს ფილმში გადასაგებად. ხო. აქტიური იყავით, აი როცა სინჯებზე დაგიბარეს თუ არა? არა, სულ არ ვიყავი აქტიური სინჯებზე და აქაც ისე შემთხვევით მოვხდი აბსოლუტურად, იმიტომ რომ ნუ რო დაიწყო მაშინ ხა ფილმის გადაღება იყო დიდი ზეიმი და მოვლენა და საერთოდ რა იყო. ხო და არც მიფიქრია და არც მიოცნებია ამაზე არასოდეს. ერთ-ერთი იმაში კეიპში ბატონი რეზო ჩხეიძე იყო და ჩვენ მთელი ოჯახი ვიყავით. ჩემი და ძალიან მუსიკალური ნიჭით იყო დაჯილდოებული, უკრავდა ძალიან კარგად. მთელი ოჯახი საერთოდ მამა ჩემი მღეროდა ისა. დედა ჩემი იყო ერთი სერიოზული ქალი ოჯახში. ხო და იქ იყო ბატონი რეზო და იქ რაღაცა როგორც იცია ხოლმე ხა ჩემი და უკრავდა მე ვიმღერე რაღაცა ისა ვიცეკვეთ რაღაცები მამამისა და რეჟისორებმა მიმართეს ბატონ რეზოს. ბატონ რეზოს უკითხია რომ რაკენითო აიჩიეთო, იმიტომ რომ ეძებდეთ მთელ ეს დაფიქსირებულია იმაში რომ 1500 ბავშვი გასინჯეს ფილმზე ხო, ნუ ბათუმიდან ქუთაისიდან რეგიონი, ნუ აქ თავისთავად თბილისიდან პიონერთა სასახლე ერქვა მაშინ პიონერ, ნუ ულამაზესი ბავშვები. ხო და აიო მე გუში გოგო ნახეო, ერთ კეიპში ვიყავიო. ხო და აბაო დარეკეთო სარაჯიშვილების ის არისო რა ქვია და დაურეკეთო და მოიყვანე და გასინჯეთ ისეთი ცოცხალი გოგოა, ხოთაშორის უთქვამს ლამაზი არ არისო, მაგრამ აი ესეთი ცოცხალი თვალები აქვს, ისეთი ის არისო და გასინჯეთო გამოგადგებათო. ნუ რომ დარეკეს სახში დიდხანს რო არ გავაგრძელო, სიცილად არ ეყო არავის. და დედა არ წამიყვანა. რატომღაც? მე ნათლია ჩემი გაბრაზდა და რატომაც არაო. ანუ სერიოზულად არ ჩათვალა დედა? არ ჩათვალა, ხო, არ ჩათვალა ეს რაღაცა სერიოზულობა და ნუ ეთყობა იმასაც იფიქრა, რომ ამას მაინც არ გადაიღებენ და ბავშვი არ დაწყდეს და რაღაც ხო იცით ისა და ნათლია ჩემმა მითხრა რომ წავიდეთ. წავედით და ნუ ნახე და რა ვნახე. თუ ვინმე ლამაზი არსებობდა თბილისში გოგოები რო გადავხედე რომ შევედი ამას კინაღამ გავკიშდი და ნუ იმ წუთში ვიფიქრე ხა მე აქ ვინ გადამიღებს აბაო ეხლა ლექსიო წაიკითხეო რომ როგორც იციან გავაქნიე თავი ნუ მაშინო იმღერეო ვიცი რომ ღერითო მაშინო იცეკვეო იცი რომ ცეკვაო და არამედ გავაკრიეთ. ნუ მოკლედ არაფერი არ გავაკეთე და ნუ მიხვდნენ ხა ისინი რომ არაფერს არ აკეთებს, ხო, არაფერს არ აკეთებს. კარგითო ისაო და მერეო აბაო ცოტა იმას აკეთებს და მერეო დაგიძახებთ ისეო. წამოვედი და ეს ნათლია ჩემი მეჭყუება რა წარმოიდგინე. არის ეს რატო არ გააკეთე არაფერი და არამედ მე ვთხარი ისეთი ლამაზი გოგოები იყვნენ აქ ვინ გადამიღებს და არ მინდა მეთქი. მე დარეკეს კიდევ და თქვენს რომ ფოტოებს გადავიღებთ. ნუ მაშინ ჯერ ფოტოები იყო, მე ფირზე ისა გასინჯა და მთელი ის ამტკიცებდა ამას სამხატვრო საბჭო კომისია და დგინდებოდა ეს ამბავი იმაში მაღალ დონეზე ხო და გადამიღეს ფოტოები. აბა ეხლა ხო არ იმას იზაო რამესო. კი მეთქი მე ვთხარი. არ ვიცი უცებ რა მომიარა თავში და კი მეთქი. და ეხლა ამ ლამაზი გოგოების შინაზე ისე კარგად მახსოვს, ახვდი მაგიდაზე, ვიცეკვე, ვიმღერე და კარგად იყავით მეთქი და წამოვედი. ხო და მე უკვე პირზე იყო გასინჯა ქალბატონ სესილიასთან და ბატონ სანდროსთან და ძალიან ნერვიულობდი ასეთ ლეგენდებთან. ახლა ასე კი ვიცოდი და მყავდა თეატრშიც, ეკრანზეც ნანახი, მაგრამ ასეთი ახლო ურთიერთობა არ მქონდა და ნუ მოკლედ დამამტკიცეს და დარეკა ბატონმა რეზო. რომ აი გილოცავთო დაამტკიცესო და ესე ისე იმოქმედა ჩემზე რომ 39 ნახევარი მქონდა სიცხე ემოციურად ხო აი რო არ ელოდები არაფერს What do you think?
შენ შემოგევლოს დედიასი. რაკეტი დღეს დედიკო. ალღეინადი ყალბენკო ყველაფერი რიგია. თითქოს გაგებ დღეს არაფერში არ გამომიდა. ხო გითხარით, დასკვანდი, ნუ იჯავრებ. მადლობა მერტო. შობლება რა თქვეს? გაიხარდათ? გაიხარდათ, მაგრამ აკვრებოდეს იცით რაღაცა ნანული იმას კინოში და აი ესე და დაიწყო გადაღებები. ეხა ეს გენიალური მსახიობებთან ერთად გიწევდა თამაში. იყო რჩევები მათგან, რომ აი უფრო გაითამამებინეთ კი, და როგორ არა. რო არ დაკომპლექსებული. როგორ არა, უფრო ქალბატონი სესილია ხო იცით როგორი ისეთი ენაძუნწიხალი იყო, არ თავისი რაღაცები არ მოწოდა და რაღაცა შენიშვნებს მაძლევდა აი ესე არა, ესე ხო არ ჯობია რაღაცა და აი ესე დაიწყო მერე, ნუ შემოუერთდა იქ ბატონი იპოლიტე ხვიჩია თავისი არაჩვეულებრივი იუმორით, ქალბატონი მედიკო ჩახავა და ნუ რა ვიცი, ისეთი კარგი ატმოსფერო იყო და მოკლედ კარგი ბავშვობა მქონდა. ხო, ნუ ვარსკვლავური ბავშვობა შეიძლება ითქვას, მაგრამ ერთი სცენა იყო, როცა ხელი უნდა გაერტყა მსახიობს თქვენთვის და თქვა რომ ბავშვს არ გავარტყავო. მამა იაკობ ტრიბორსკი, ხო და უნდა გამარტყა და არა, მე ბავშვს ვერ გავარტყავო და მაშინ ის რა ყური აუწიეო და მე ამიწია ყური ესე, ხო. სხვა ძალიან მაგრად მოუვიდა, მაგრად მეტკინა. აი შეცულდო. მათყუარა. სადიღავი გას? შენ გასწავ ჭკუაში. სადიღა გადა? რა იყო რა? სულ თქვენი გაფუჭებული ეს ბავშვი. რაღაცია, საიდან მოასწრებ? ჩაუკეტიათ ყველაფერი მამაზადის უკვე. ბაბუკა. გეტკინა ბებიკო. მაგრამ ისეთი არაჩვეულებრივი პიროვნება იყო და ისეთ ხალხში მომიწია, რომ ვფიქრობდი, რომ ღმერთო, ნუ თუ ეს სიზმარია თუ ნამდვილად ჩემთავს ხდება თუ რანაირად არის ეს ამბავი მეთქი. აცნობიერებდით, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მომავალი პროფესიის გამსაზღვრელი. თუ იმ დროს უბრალოდ იმდენად ბავშვად უყურებდით, რომ არა, აი კიდე მიუხედავად ამ ფილმისა მერე რომ წარმატებულის გამოვიდა რაღაცა ჩემი როლი და რაღაცა მე მაინც ის მქონდა ჩაჭედილი თვითში, რომ მე ლამაზი არა ვარ. მსახიობი უნდა იყოს ლამაზი. ხო, ეს ძალიან ღრმა კომპლექსი იყო. ესე იგი რაღაცნაირად ხო, აი რაღაცა ჩამეჭედა თავში, ხო, ბავშვობის ჩამეჭედა ეს თავში და არც მეფიქრია მე მსახიობობაზე. მამა ჩემს უდოდა სამედიცინო ინსტიტუტი, მაშინ მოდაში იყო აუცილებლად ექიმი უნდა ყოლო და დოქტორი უნდა გამივიდეს. ჩემი შვილიშვილი და აი ესეთი ის იყო რა. მეღვინე იყო ხო თვითონ? მამა იყო მეღვინე და მე გაგიკვირდება და მინდოდა ძალიან მიყვარდა ბავშვობიდან. სულ პატარა მეზობლის ბავშვს წავიყვანდი, გავასეირნებდი რაღაცა და პედაგოგობა მინდა მეთქი ავიჩები. აი რომ უკვე ამთავრებდი სკოლას, უკვე ისეთი და ქალბატონმა სესილიამ განაპირობა ბოლოს მაინც ჩემი პროფესიის. რა გითხრათ? შეხვდათ სადმე? ხო, მე მეგობრობდი ჩვენ უკვე ოჯახებით რაღაცა მეგობრობდით და რა შვები ეხლა გოგო შენ სადაბარებ. მეუთხარი რა ვიცი მეთქი ქალბატონ სესილია მამას ჩვენებს სამედიცინო უნდა მეთქი და მე მინდა პედაგოგობა ბავშვები მიყვარს მეთქი და ესე მინდა მეთქი რომ ჩავ. Ни в коем случае. აი ეხაც მაკურები. თეატრალურზე ჩააბარებ. შენ უნდა ჩააბარო თეატრალურზე. ვაიმე ისე გამიკვირდა რაღაცა და თან გამეხარდა. ეთქობა შინაგანად გინდოდა ხო? სადღაც ხო აი რაღაცა მაინც გჭირდებოდათ ხო? ჰატ! მოდიათ. აქ რა საკეთებდი? მაპატიეთ, კარგად ვღეროდით და გისმენთ. კარგად ვღეროდით. დიახ, გამიში შენი ტვირინე. ერთი მაკოცნინე და გაგიშვებ. უკაცრავად და ვერა. რატომ ვერა? იმიტომ რომ ვთხოვდები. თხოვდები? მამას არ უნდა კატეგორიულად. და იმ მამას როგორ გაუმხილეთ, რომ უკვე არ გაუმხილეთ, არა. ჩუმად, ეხლა როგორ იყო, იცით, იმ დროს იყო ადრე. ეხლაც ესეა. მიღება უფრო ადრე იყო, ვიდრე სხვა ინსტიტუტში. დედასალიან უნდა რომ მსახიობი გამოსულიყავია. მოდი ესე გავაკეთოთო, ნუ ვეტყვითო. იმიტომ რომ იქ ხოშილება არ მოხდე რაღაცა და ნუ ანერულებ წინასწარო და ჩავაბაროთო, შევიტანოთ საბუთები ჩუმათო და მე თუ მოხდები, მე უთხრათო თუ გადაირება და რაღაცა და ჩავაბარე ჩუმად.
ისე კი იმაშებოდა რა ქვია, მოწონდა. ფილმში რო გიყურებდა ხო, ფილმში რომ ვიყურებდა, ახლა თავის თანამშრომლებთან ისა რაღაცა, პეტრე ილიჩე უნებოდა შენი შვილი ისა, ეს უხაროდა, მაგრამ თეატრალური სტილი. რატო ცუდი ტონი იყო? ცუდი ტონი იყო ძალიან. ამის მომსწრე მე ვარ. ძალიან ცუდი. ადრე ხო, ჩემ დროსაც ცუდი ტონი იყო თეატრალურ ინსტიტუტში, ნუ რაღაცა ისა. ხო და მე აი მოხდა ეს ამბავი, მოხდა ინსტიტუტში და აი მამას როგორ გაუხილეთ? აი მე ბიძაჩემი მოვიყვანეთ. ბიძაჩემა უთხრა რომ კაცო იქნება სულ არ გამოდგესო და მეреო თუ ისე საბუთების გამოტანაც რა უნდაო და მე ჩააბარებ სხვაგანო და ნუ მოკლედ იყო მაინც წინააღმდეგობა, მაგრამ ცოდოაო ბავშვიო, იმიტომ რომ მე შეიძლება რომ გაიზრდებაო გისაყვედუროსო შენ რომ აი რატო ისა და მე უკვე რომ ინსტიტუტში რო ვიყავი რაღაცა რომ მოყვავდა იქ საკურსო სპექტაკლებზე რაღაცა და მოწონდა. კი, მე მოწონდა რა. ხო, ნუ მივხვდა რომ ეს იყო თქვენი მოწოდება და ხელი არ უნდა შეეშალა. ყურადღება. მოისმინეთ ახალი ამბავი. ხვალ დღის 4 საათზე ჩვენს კლუბში წარმოდგენილი იქნება ხუთსურათიანი ტრაგედია პარტიზანები. სროლით თავარ როლს ასრულებს მანანა. ესე იგივე სპექტაკლს ეწევა ჩვენი შეფი ადმირალი. იბარა, ჩემო მსახიობო, რა თქვა კამდი არ მითხარი. დამოიწვა. დღეს გაკვეთილების შემდეგ გავიხადა და დავაწყდა. აი ეს ვარსკვლავური ბავშვობა რო ქონდათ და ყველა რო გცნობდათ, ხო, სკოლაშიც, პედაგოგებიც. სწავლაში ქონდათ ხელშეწყობა, ხო? შეღავათი მაგარი რას ლაპარაკობთ? მათემატიკის გაგებაში არ ვიყავი თავიდან რაღაცა მოვიწულე თუ ვერავითვისე თუ რაღაცა და ამაში მიწევდე შეღავათს. მე იქ როგორ იყო, ახლა გუნდი იყო, სკოლის გუნდი იყო ჩამოყალიბებული იქ დირიჟორად ისა თუ რამე იყო რაღაცა ისეთი გამოსვლები რაღაცა იქ მაში რა ქვია რადიოში რაღაცა ისა და ყოველთვის რომ მეძახდე და რაღაცა სკოლა ამაყობდა, მაგრამ ეს იყო გენიალური. გამოვიდა რუსთაველის კინოში იყო პრემიერა პირველი. ნუ ეხა მაშინ ფილმის გამო ორშაბათობით და ხუთშაბათობით გამოდიოდა ხოლმე თქვენ ბავშვი ხართ არ გეწოდინებათ. ახალი ფილმები გამოდიოდა ორშაბათს და ხუთშაბათს. გამოვიდა ეს პრემიერა, ნუ იყო ერთი ამბავი და შემოვიდა დირექტორი და სკოლაში ხალხი არ არის. ყველა წასულია იქ? ხო, სად არიან ბავშვები და ეს ფილმი გამოვიდაო და შატალოზე წავიდენო, ფილმის სანახავათო წავიდენ სულ ყველაო იქაო და ნუ აი დირექტორიც კარგად შეხვდა ამ ამბავს, არ დასაჯა ბავშვი. ხო, ნუ იამაყებდა ხა მისის მოსავლე იყო, ხო და მოკლედ აი ესე თქვენ შეგცვალათ შინაგანად? რო აი ყველა ცნობდათ ყურადღებას გაქცევდნენ, კომპლიმენტს გეუბნეოდნენ, როგორი ნიჭიერი იყავით. აი შინაგანად შეგცვალათ თუ მაინც აკონტროლებდით რომ ამბიციური არ გახდარებოდა? აბსოლუტურად არ შემცვალა, იმიტომ რომ მე არ დამავიწყდება მამაჩემმა მითხრა რომ ეხლა შენო ეს ამბავიო, ესო არაფერი დიდი ისეთი არ არისო. ცოტა ისეთი კახელი მამა მყავდა მკაცრი, ასე ვთქვათ, ხო და შენო ეხლაო თავში არ აგივარდესო რაღაცაო, ესო არაფერი არ არისო, კაცო, ესო ბავშვური ის არისო და რაღაცაო და ესე არა, აბსოლუტურად არა. პირიქით. მანანა, თქვი. მანანა, თქვი. ვერ წამოვალ, მეშინია, ჩვენი გმოკლავენ. კმარა! წავიდეთ. მე არ მეშინია. და მომკლავ, მაგრამ თქვენს მაინც არ ვიცი. რას ამბობ, მანანა? გეშინია? ხტალო, ლაჩარო, მოღალატე. მათ მიიღეს ამაგიერო. რა შედი, მანანა? ეს ხო ჩემი როლია. ხომ უნდა მიგატრახე. ჩელო, აკავარ, მოდი შეჭამე ეს მოღალატე. მე მივიდება. თეატრალურში სწავლის პერიოდშივე მოხდით რუსთაველის თეატრში, ხო? კი. ჯერ კიდევ არ ქონდა დამთავრებული. ინსტიტუტიდან. ხო. ეს იქნებოდა ძალიან დიდი ამბავი, იმიტომ რომ ყველა ოცნებობდა რუსთაველის თეატრში მოხვედრაზე. მეორე კურსზე ბატონმა რობერტმა რო დადგა ხანუმა, ცეკვავდა სოფიგო, ნუ ეს ფანტასტიკურად მისი არაჩვეულებრივი ცეკვა. ჩვენთან ხო იყო რუსთაველის თეატრში და მე დაბრუნდა სოფიგო ბაჭაიშვილის თეატრში. და ქორეოგრაფი იური ზარეცკი ამ სპექტაკლის პარალელურად ჩემი პედაგოგიც იყო ინსტიტუტში. ხო და მოვიდა და მითხრა რომ აი ესე ეხლა შენ უნდა მოგამზადო თუ სოფიკოს მაგ. აი მე დედა.
ეხა ხო ცეკვავდი სულ ბავშვობიდან და ნუ ეხა ცნობილი იყო რომ ნუ გააცეკვავს რაღაცა, მაგრამ კინახამ გავგიშტ. ისე ვინე ვაიმე მეთქი მე როგორ არა ვაიმე არ შემიძლია მეშია ბადაჯის ლოშე. ხო და ნუ ცოტა ისეთი იყო, კაი იუმორი ქონდა თანისა და დავიწყეთ ამ იმის მომზადება. და ეხლა მოვიდა ის დრო რომ უნდა ვიცეყო და ვაიმე ეროსი მანჯგალაძე, რამას ჭიკვაძე, ამათი დუეტი რაღაცა არაჩვეულებრივი და ძალიან ვინერვიული. აი მე ჩემს ცხოვრებაში ესეთი ნერვიულობა მე ასად არ განმიცდია. მოკლედ გამოვედით და ესეთი სცენაა რომ აი აქ მე თუ მიხაკი. და ესეთი იმით მოვდივარ და უნდა ამოვიყო და ბატონ ეროსის მივაწოდო. ხო და წამოვედი და დავიხედე მიხაკი არა მაქვს. დამრჩა ნერვიულობისაგან და ნუ ეხა მიხვდა ეროსი და გამომიყვარა გაები ჩიტო მახეში გაები ხო და აი ესე მოკლედ ესე ვინერვიულო ჩაიარ ამ ცეკვამ და მე მეორე კურსიდან ცეკვავდი ამ კი ბატონო და აქ იყავით რუსთაველის თეატრში მასიურ სცენებში იყავით შტატგარეში თანამშრომელი იყავით ეხას ხო მე კარგა შტატგარეში ვიყავი მაგრამ იყო შტატგარეში ისა მაგრამ ხანუმა იმდენჯერ გადიოდა უფრო მეტ გამოსვლებში უფრო მეტ ვაკეთებდი ფულს ვიდრე შტატში ყოფია და რომ ხანუმა ნუ ძალიან ხშირად გადიოდა ხოლმე მე პირველი ჩემი სპექტაკლი იყო კიდე შტატგარეში ვიყავი ყვარყვარე და იქ უკვე მე და ჯემალ ხახანიძე ვიყავით წამყვანები ისე გული მტკივა რომ არ არის ეს სპექტაკლი გადაღებული კგბ-მ იმასაკნა კგბ ხო და დამალა თუ წაშალა თუ რაღაცა ნუ ეხა პოლიტიკურ თან დაკავშირებით ხო ნუ არაჩვეულებრივი სპექტაკლი და სხვათა შორის რობიკოც ასეთ თვლის რომ ჩემი ყველაზე კარგი და საყვარელი სპექტაკლი ეს არის ყვარყვარე კავკასიურშიც მოგიწევთ კი როგორ არა კავკასიურში ეპიზოდი მქონდა და ამ კავკასიურით სოფლიო მოვიარეთ ზოგიერთ ქვეყნებში ორ-ორჯერ კიდე მოგვიწია ალბათ ჩემს ცხოვრებაში ამას ვერ დახარჯე რომ მადლიერი ვარ რობერტ სტურვაციდან რომ თითქმის ყველა მის სპექტაკლებში ვიყავი. კი ბატონო. აი გამოცდილი მსახიობები იყვნენ უკვე რუსთაველის თეატრში. როგორ მიგიღეს? ახალის მიღება უჭირთ ხოლმე ახალი მსახიობები. ძალიან კარგად თქვენ წარმოიდგინეთ. აი იყო განსაკუთრებული ვის დაგეხმარა და ძალიან გვერდჩა და განსაკუთრებულად მე მაინც რამასთან ვაძესთან მედიკო ჩახავასთან და აი ამათან ბატონ ეროსისთან მე უჩინმაჩინის სკუდი მასაკნა რა ქვია ახლა სხვათა შორის ის უჩინმაჩინის კუდი ძალიან კარგად მახსენდება კარგ პერიოდად კარგ დროდ და კარგი სპექტაკლიც გამოვიდა ისეთი რაღაცა ხშირად არის ხოლმე ახლა დიდუ ესე ცოტა კონდა ამოდრინო გაციშკუა ისიც ადღა დარეჩენია მე დავივი გამოსთუა მათგან თუ იყო რამე რჩევა რომელიც დაგეხმარებოდათ უკვე ამ თეატრში ადაპტირებაში როგორ არა რჩევები სულ მქონდა და სულ უსმენდი და ნუ ასეთ ლეგენდებთან რომ დავინახავდი ხოლმე ფუეში რომ შემოვიდოდნენ აკრულები ვიყავი ჩვენ ესე კიდე ეხლა არ არის ეგრე მაგრამ მაშინ ესე იყო ხო ეხლა ესე აკრულები ვიყავით და მქონდა სიყვარულიც ატივისცემად რიდის და ყველაფერი ერთად იყო რა იმასაც ხوار გეუბნეოდნენ რომ ბევრი ინტრიგა ხდება თეატრში და არ გაერიო და შორს დადეკია მისგან არა სხვათა შორის რა ვიცი ხა ინტრიგებში მე არ ჩავრევ არ ყოფილა ის მომენტი რომ თქვენთვის განკუთვნილი როლი მიუწია სხვისთვის არა ნუ ხა ეგ ხდება რეჟისორი ხა როგორც ხედავს სხვათა შორის კინოში მქონია ეგ ძალიან ბევრი რომ თქვათ დამიბარებდნენ უკვე კოსტუმი შეკერილი რაღაცა იყო რამოდენიმე მეგეთი და მე ისა მაგრამ ნუ ყველაფერი ხდება მიუხედავად ამისა მე ეს მქონდა ჩაბეჭდილი რომ ბოღმა არ უნდა გახდე არ უნდა ისახდნენ ნუ რა მოხდა მე ახლა ის გადაიღეს მე შენ გადაგიღებ და ეს მქონდა სია რა ხარია აწერი ო რა აწერია ციგნი და ციგნი
Tama Michate. Ხორი. ხორი. აგამგარი. მსახიობებს შორისაც შეიძლება დაიძაბოს ურთიერთობა კოლეგებთან. როგორ არა, დაგძაბვიათ, აი იყო ისეთი. არა. რაღაცა შეიძლება ვიღაცისკენ რაღაცა მეწყინა, ვიღაცას ჩემგანაც რაღაცა ეწყინა, მაგრამ აი იმ დონეზე რომ ხმას აღარცემდა არ ელაპარაკებოდით იყო? არა, ეგეთი მე არ მქონია, მე რა ვიცი, ხა ისეთი დამოკიდებულება მქონდა უფროს თაობასთან, მე საშუალო თაობასთანაც, ჩემ თაობასთანაც. ერთხელ რეზომის თქვა მოითხრა, კაცო, ეგეთი მსახიობი არ მინახიაო, წინ მოიწევენო, სულ მსახიობი წინ, შენ უკან, კაცო გამოდი წინ. არა მაქვს მე ისა რომ ცოტა არ ვიცი ახლა მსახიობისთვის ცოტა ისეთი ის არის მინუსია რომ უნდა შესთავაზო შენ რაღაც აი სწორად შესთავაზო ხო რაღაც აი თქვა აი მაშინ მე ვხედავ ჩემ თავს არასდროს არ გქონია ეგ არ მიმიცია ჩემი თავის ის უფლება რომ ნუ რეჟისორი როგორც ხედავს როგორც ზოგს ესახება ხო ნუ თითო როგორც გადაწყვეტავს მაინც ისე უნდა იყოს და არ გქონია ეგ და თუმცა ჭირდება ეს მსახიობს. ხო, ნაწილობრივ ხო, გაწოლსაც საჭიროა. იყო ის, ანუ მე ესეთი ვარ. შაქრო! არაფერი არ არის. Pedro გამომიტანე. მარო გაზეთები აიღე. შაქრო, დებიში არ იყო? თუ იქნება აქ არავა. თან 7 ადამიანი ხართ, ხო? წყობიდან რამ შეიძლება გამოგიყვანოთ? არ მიყვარს თავხედობა. აი როცა არის მსახურებ და რა ვიღაცა უხეშად რომ მოგმართავს, იმიტომ რომ მე თვითონ არ მეყვარს აი უხეშად რომ მე უფრო ისეთი გავხდი ასაკში. ეხლა არ გითხო რამდენი წლის ახლა? არ გითხოთ. ეხლა სივარცხლე რო გითხათ არ ვიცი რამდენი წლისა ვარ, იმიტომ რომ იმდენჯერ დავმალე ჩემი ასაკი. ერთხელ დამავიწყდა მართლა და დაურეკე ჩემ კლასელს. მეუთხარი ფაცი რამდენი წლის აღარ მეთქი და დედა რა მოგივიდა ნანული ტოლები არა ვარ ხო და არ მახსოვს მეუთხარი რამდენი წლისა ვარ. ისე რომ ბატონო, და ესე წყობი და გამოსული როცა ხართ, იგინებით, შეგიძლიათ ვინმეს აგინოთ? კახელი ვარ, მაინც ჩემი გენები მიდის და განსაკუთრებით რუზერო ვარ მაშინ. ხო, გამაბრაზე, ჩემთვის ვიგინები რა ვის ეს ხაისა და ხო და საჭესთან ისე დიდი ხანია, ხო? კი. გარიგებაშიც კი თქვენი მანქანა იყო, გარიგებაში ჩემი მანქანა იყო გადაღებული, ის მანქანა არ გამახსევრდოთ, იმან გამიჩნდა სისხლი. არ გამოდგა მოკლედ ეს მასკვიჩი იყო და მაშინ ახალი გამოსული იყო და პირველი მანქანა იყო რომელიც ახალი იყო. ნუ ეხლა ჩვენ ხო არა გვაქვს იმის საშუალება რომ ახალი მანქანები ვიყიდოთ და ეს იყო თეატრებში დაარიგეს მარჯანიკიუსში და რუსთაველში და ზუსტად ახალი გამოყვანილი მყავდა რომ დაიწყო გარიგების ისა გადაღება და მეუთხარი გოგას რომ უკვე მივდიოდით გადაღებაზე პეპინაშვილს რომ ისა დამიჩექი რა გვერდზე რა კაიაო მე მანქანითო წამოვალო იმიტომ ახალია მეთქი რაღაცა და რა ვიცი რა გზაზე მაინც ამხელა გზაზე მეთქი მე და დავჯექით ერთი 9-ჯერ გაფუჭდა ახალი მანქანა სულ აი სულ ტაოტიანი მანქანა ერთი 9-ჯერ გაფუჭდა და ნუ ეს გადმოვა გოგა გისაგავს ვაიმე რაღაცა დიმიტრი მარო მიტო
როგორ გამოცულ ხარ, მარო ვეღარ გიცანი. გათხოვებას ხომ არ იმას გამარჯვეს. თხოვდები არა, შენ ციგარ გინდა? ბიჭო, ეგ იყო ჩვენი პირობა. როგორ შევთანხმდი? აკინდე გამოგეზიდე ყველაფერი. იცი რას გეტყვი, მარო? ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც შენ გინდა. სად მიხვალ? ეხლა აღარ გჭირდები არა? გამიხე კარი. კარი გამიხე, მე შენ გაუმი უცხეს სამოქჩიჩი. გამიხე კარი. შენ გელაპარაკები, გამიხე კარი. გამიხე. ეხლა აღარ გჭირდები არა? გამიხე კარი. ეხლა გამიხე კარი. მე მალვა. შენ ექსი გაჩინო, გამიხე კარი. არ გამიშვა, არ გამიშვა. გაგით, არა იმ კახმასთან კოპრიანი. გაგით, არა? როგორი მძღოლი ხართ? ავარიაში მოხვედრილ ხართ როდესმე? მე ავარიაში სხვისი მანქანით კი მოვხვედრილა, სხვასთან რო ვიჯერე. სერიოზული ავარია იყო? ხო, სერიოზული, კაი სერიოზული, გადაბრუნდა მანქანა და მეტი რაღა უნდა ყოფილიყო, მაგრამ არაფერი ისეთი ის ქონდა, რა ქვია იმას. ტვინის შერყევა? ტვინის შერყევა, ხო, ტვინის შერყევა მქონდა ისეთი რა, მსუბუქი, ხო. სხვა დამჯახება, იმე დაჯახება იყო, მაგარი, მოკლედ ეზო არა მაქვს ბელისგზე და ნუ გარეთ მედგა მანქანა ესა გამოყვალი და უფრთხილები ძალიან გამოვა შევხედავ ამ მასვით. ხო და ჩვენი დღეს მესვის ნუ მაგარი ბრახა ესეთი გამოვარდი პირველ სართულზე ვცხოვრობ და რა ვხედავ ბეტერი ზვიადი ხო ცხოვრობდა გამსახურდია და იქე ტანკები და ეს ბეტერები იქიდან ჩამოდიოდნენ ბელისკით მაშინ ჩამოსასვლელი იყო რა ასასვლელია ხო და კარგად დაარტყა შემიჭრია კარები რაღაცა და ხა ბეტერს ხوار გამოვეკიდებოდი და პირველი ის იყო ჩემი მოკლედ ბეტერმა მაკოცა. ვა. ერთხელ რაღაც ფეხით გადადიოდით მე მგონი და მანქანა დაგეჯახათ, ხო? ის საშინელება იყო მე და ჩემი მეგობარი წერალი ჯემალ თოფურიძე მივდიოდით გია ფერაძის დაბადების დღეზე. ტაქსით წავედით, ცუდი ამინდი იყო, ძალიან მახსოვს. ეს იყო 22 აპრილი. მოდი მეთქი გიაცხოვრო და ვაჟაზე და პავლოზე იქიდან ესე ფეხი და სამედიცინო ინსტიტუტთან იქ ასასვლელიო და მოდი მეთქი გადმოვიდეთ უღარ გაუგრძელებთ ამას გზა დაგვემგზავრა ვიღაცა ხო მაშინ ესე იყო იქით მიდიხარ რაღაცა ტაქსები და გადმოვედით ეს ფეხით და ორივეს დაგვარტყა მანქანა და მე როგორ გადავჭი მე აქეთ გადმომისროლა და ის ჩაუვდო მეორე მანქანამ გადაუარა მოხდა ასეთი ტრაგედია, გარდაიცვალა ჯემალი თოფურიძე. დოდადუმბაძის სიძე, იცით წერალი ხო და არაჩვეულებრივი. თქვენ ტრავმა მიიღეთ რამე მაშინ? კი, როგორ არა, ვიწექი მე ტრავმა მივიღე და ისეთი მოტეხილობები არ მქონდა. თუ რაღაცნაირად აქეთ მისროლა. ხო, ინერციით გადმოვარდით. ხო, რაღაც. მაგრამ შიში იქნებოდა მერე სულ, ხო, აი მანქანის და დიდხანს არ ვჯდებოდი რულზე საერთოდ მანქანის გაგონა, ამას საერთოდ ძალიან იმოქმედა ხა წარმოიდგინეთ ბავშვობიდან ერთად გაზრდილები ის ნიაზის დიშვილი იყო დიასამიძის და ნიაზის და ჩვენ ერთი კედელი ვქონდა რა ბავშვობიდან მაგათ ხელში გავიზარდე ნიაზის ხელში. ვასწორებ ამ დიდრულო, რა ვქნა შეზემდიდინე, ყველაფერს დიდულო, დიდულობ და ვიდინე. ვერისუბნის მელოდიები. ერთ-ერთი გენიალური ფილმი, სადაც ხვდათ წილად პატივი რო ყოფილიყავი თქვენს. ამ დროს უკვე სოფიკოსთან მეგობრობდით, ჭიელელთან? კი, სოფიკოსთან მეგობრობდი ამ დროს და გიორგი ხო იცით როგორი ის იყო რაღაცა უცბად ვზივართ რაღაცა ჩაისვავთ და უცბად ესე შემომხედა არაფერი ეს უკვე დაწყებული ასავე იცია ვინ უნდა გადაიღო ყველაფერი ისა ალისა ფრენდლიში ჩამოიყვანეს იმიდან პეტერბურგი და რაღაცა და შენ უნდა გადაგიღო მე მეთქი იმიტომ რომ ვიცოდი ხა ეს ბავშვები არა ვარ მე უკვე დიდი ვარ ხო ესენი უკვე ისა აი ტურფა უნდა გათამაშო რამასხიკვაძის ისა საყვარელი. საყვარელი ცოტა არ მესიამოვნა, მაგრამ ხა სცენარში როგორც იყო, რაღაცა ესე მოაქისა, მერე ხანჯალს მიაწოდებს რაღაცა როგორც არისა და ეხა როგორ გამეხარდებოდა წარმოიდგინეთ გიორგისთან და თან ესეთ ფილმში. ნუ მოვედი ჩამაცვეს ეს კაცი ვყავ და ჩაჯექი ეხა კალთაში.
ვაიმე მე ვთხარი ეს ხო არ არის მეთქი გაუბედე გიორგის სცენარში ეს ხო არ იყო მეთქი რომ კალთაში უნდა ჩავჯდე და კაცო შენ რასაც გეუბნები ჩაჭექი და ვაიმე ხა გიორგის მე როგორ ვაჯობებდი და ჩავჯექი კალთაში და აესე რომ აწილდი აყვიტდი და რამაზი მეგობრობდა მამა ჩემთან ხო და ისე კარგად ხვალ ჩაჯექი შვილო შენი კი არა ისე ვარ გადაღები ნატაშასთავი არა მაქო ხო და გამომიყვანა მდგომარეობიდან და იუმორში და გერიდებოდათ ეს მომენტი ხო მერი აბარა თუ რა სიტყოდნენ მე არა აბარა რა სიტყოდნენ ეხა უფროსი თაობა კალთაში არ იყო მაშინ ესე ეხა ჩვენ მორიდებულები ვიყავით გენაცვალე ეხლა ასე როა ასე არ ვიყავით და ვაიმე დედა ვიფიქრე ეხლა რაღაცა რა სიტყვია რაღაცა მაგრამ აი გადავიღეთ ეს ფილმი და რა ვიცი წარმატებული ფილმი გოგი ცაბაძიშვენიერი მუსიკა გიორგი და ეს ვასულავები მე რა მსახიობები და პატარა როლია ხო იქა მაგრამ ძალიან ისეთი დასამახსოვრებელი და ძალიან მიყვარს აი თითქოს რაღაცა ერთი კარგი მთავარი როლი ეთამაშოს შემოქმედებაში ძალიან მიყვარს ეს ფილმი და კიდევ ერთი ფილმი, რომელიც 90-იანი წლების ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო გარიგება, რომელსაც მოგიტანათ ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ოქროს არწივი. აი ამ ფილმზე მუშაობის დროს დაგჭირდებოდათ კახური აქცენტის სწავლა, რომელიც გქონდათ, ანუ მაინც ვინმე ყავდათ კახელის დიახლობელი ვის არა, თქვენ წარმოვიდგინეთ, ჩემ და სამარცხვინოთ კახეთში რაღაც არც ვიყავი ნამყოფი. ძალიან ბრაზობ ხა ჩემ პაპებზე რომ რაღაცა არ დაიტოვეს ეს საერთოდ სიღნაღიდან ავარ წარმოშობით და ძალიან მიყვარს ესისა და ნუ ჩავედით ამ თელავში გადაღებაზე და პირველი რაც გავაკეთე ეს იყო რომ სასტუმროში შევედით დავდეს ჩანთა ყველაფერი და ჩავედი ეგრევე ბაზარში თელავის ბაზარში და დავდივარ ესე ვარტყავ წრეებს გავჩერდები მაინტერესებს იმათი კილოკავი როგორ ელაპარაკებიან ერთმანეთს როგორ მიმართავენ და ერთი რამოდენიმე დღე დავდიოდი ამ ბაზარში და მაინტერესებდა ეს ამბები როგორ იყო. რომელი საათი? არ ვიცი გელი. უიმე, უკაცრავად. საათს ვერ მეტყვით? 2-ია. უიმე, 2-იო, დამაგრიანდა. იყო გოგო, სადაგრიანდა. ორსაძე კლინიკაში ყავდა ექიმის დაფარებული. ხო და აი, ერთ საათში აქ ვიქნები ნინადეი. შენი ჭირიმე, ისევ შენ უნდა მიშველი. ექიმი ვიშოვე იმისთან და როჰა. აი სუთხვები გააჩენინა. იქნება შენც რამე გეშველოს. ეგესაც თან წავიყვან. საზას მე არ ვყავდი ამ ფილმში, ჩემი ისა. საზაკოლელი შვილს? საზაკოლელი შვილს, ხო. და ან სხვა უნდა და ამ როლზე? სხვა უნდა და კი, ვიღაცა უნდა და კახელი მსახიობი. ხო და რაღაცა სხვა ის იყო იქ, სხვა ჯგუფი იყო, რაღაცა სხვები უნდა და ხო და გასინჯა ის და რომ გასინჯა ვიცი რომ იმას იღებს და მითხრა ზაზამ რომ ესე ფილმს ვიღებო რაღაცა ჩემი სადიპლომო ის იქნებაო ნამუშევარიო რა და ვაიმე გამეხადა ძალიან ხო და მოგიყვებითო აი საგრიმეოროში ვიჯექი ჩემთან და მოგიყვებით და მოყვადა ვაიმე ძალიან მომეწონა არც მიფიქრია რომ მე ნუ უკვე ისა ხო და მარინაო მინდაო ათამაშო საღარაძეო აი ესეო შენ რომ იმას რომ წაართმესო მაროს თუ რა კაია მეთქი რაღაცა არაფერი დავიშალეთ მე უცბად ეკავს ასა დალუ ხო ისი კახურია ჩაალაგე ჩემოდანი ვა ფიქრე გათო სადმე პატიჩება ჩაალაგე ჩემოდანი ცოლი ყავს რაღაცა რა იყო ზასა რაშა აი ესე გადავწყვიტე იქაო გარიგებაშიო თავაროსიო შენ უნდა გადაგიღო კი მაგრამ მეთქი ხო იღებდი იქ ისა ხო იყო არაო რა ვიცი რაღაცა მოკლედ ის ვისაც იღებ ვინც უნდა რომ გადაიღო ძალიან იქით წავიდაო რა იქითო და აღარ მოეწონა ხა რეჟისორების ამბავი ხო იცი და კაცი შეცვალა მამუკა უნდა ყოფილიყო კიკალეიშვილი ხო ეს მიტო უნდა ყოფილიყო მამუკა და აი ესე მე უცებ გოგა პიპინაშვილი და ჩემსკენ ხო არ ვიცი ხვები როგორ იქნება მაგრამ თქვენი წყვილი იყო ფანტასტიკა ხო მარო
მარო. გადაყარე კაცო ეფანკარი და ქაღალდი. მამინდომა მუსიკა. ვნე, რასაშობ კაცო, ხელი გამიშვი. ვნე, დღისი და ბზისი და გამიგიას კაცო, გამიგიშე. ვიროშე. შეხო ხალი არა ხარ. თქვენი საყვარელი ეპიზოდი ამ ფრაზა ამ ფილმიდან. ეხლა ბევრს აქვს საყვარელი ფრაზა. ხუსლებიდან არ ჩამოვარდე მარო და არ ვიცი ბევრი ფრაზა. თქვენ რომელი გიყვართ? ბევრი. მე მიყვარს, მე ხო ყველაფერი შენთვის მინდოდა. ბოლო ფრაზა. აი სხვა შორის ბოლო ეხაც მომდის ხოლმე ცრებლები ეგ მაგის. ძალიან ემოციური სცენაა ეგ. შენ გენაცვალე, ბიჭო. მე ხო ყველაფერი შენთვის მინდოდა. მართლა ტილობითია რომ თუ კი აბა ახლა ტყუილი ანუ ხო არის რომ იმიტაციას აკეთებს არა არა იქ რაღაცა ტიროდი მართლა იმიტომ რომ რაღაცა ძალიან მინდოდა რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო ცოცხალი და ხო ბუნებრივი არა ისეთი ისა რა ქვია მე იმას შვებოდა რა ქვია კაცო ეხლა როგორი ტირებსო ცოდვაო რაღაცა და გოგა პიპინაში მოდიო ისინი წაუსვათო ხახვებიო რაღაცა და მე უთხარი არა მეთქი ხახვები არ მინდა და აი ესე ხო არა ძალიან ემოციური ის არის კადრია იქ დასასრული მაგდულის ეს 90-იანები თქვილ არ მიხსენებია ძალიან რთული პერიოდი დადგა ყველასთვის იმ დროს ძალიან ცუდი პერიოდი იყო და აი ამ გადაღების კარგად მახსოვს თელავში ვიღებთ უკვე აი ბოლოსკენ ვიყავით რა უკვე ბოლოსკენ წასული და იმის რაზმი მოდისო რა ქვიან ეს წამოვიდაო და სასწრაფოდ ავიღარეთო და გამოყარეს მოკლედ იქიდან რომ გამანთაფისტუზე რაღაცა რამდენი ისინი იყო მასში პარტიები რაღაცა არეულობა და განუკითხაობა იყო წამოვედით ხო წამოვედით ისე კარგად მახსოვს და აი ეს ბოლო უკვე გადავიღეთ თბილისში ბოლოსზე ხო რომ ვითომ ის არის რა ქვიან კახეთი აი ეს ბაზარი იყო ბოლო დეზერტირების ბაზარი გადავიღეთ, ვითომ იყო კახეთის ბაზარი. იმიტომ რომ ვეღარ მოვასწარით. გამარჯობა. გადაიკარგე? გამარჯობა, შემოგძან. მიწოს დაუზახე. ბატონი დიმიტრი არ გახლავთ ნიდერლანდებშია გასტროლებზე. საღამომდე არ ჩამოვა? არა, ნიდერლანდებიდან ასე მალე როგორ ჩამოვა? შემოდი, მაგრამ შემოდი. არა, გმადლობთ. ფინანსურად თავი როგორ გაქონდათ? ეხლა თეატრშიც არ იქნებოდა შემოსავალი დიდი. არა, სად იყო? ფინანსურად ბავშვობიდან კარგად ვიყავით ჩვენ ეკონომიურად ძლიერად, ეხლა მეღვინეები მაშინ მოგეხსენებათ კარგად. მე როდესაც მამა გარდაიცვალა, ძალიან გამიჭირდა იმდა, რომ დავჭით 3 ქალი და ჩემმა მეგობარმა გააკეთა საბავშვო ბაღი, კერძო. და აი ამ ბაღში ვიყავით პედაგოგად. ესე იგი არ დამავიწყება და აქაც ძალიან დატვირთული ვიყავი მაგ დროს და აი მოვდოდი იქიდან მოვიდოდი და მე აქან სპექტაკლებს თამაშობდით რაღაცა და ისეთი მივდიოდი სახში რომ აი ტახსაცმელსაც ვერ ვიხდიდი მაგრამ აი ამ ბაღმა ძალიან ხელი შეუწყო გადაგატაინათ ხოლმე კი როგორ არა ეკონომიურად კი მე თუ მომკლავს დარდი მომკლავს მართლა გადავაგეთა ისეთი იყო პერიოდი ისე კარგად მახსოვს ეს რო წავიდა ეს გაზი და ყველა დედაჩემმა თქვა რომ ეხლა ჩვენო ჟესტის ფეჩი უნდა შევიძინოთ ავტეხეთ მე და ჩემმა და რას ლაპარაკობ გაიბულება გაიჭვატება ყველაფერი რას ლაპარაკობ არა მე დამიჯერეთო რომ ეს ესო დიდხანს იქნებაო როდის იქნება არ ვიცი თუ ეს ინათე გაზი რაღაცები და წავედით ნავთლუღის ბაზარში ვიყიდეთ ეს ფეჩი და ყველა შემომსხდარი ვიყავით მე იმაზე რა ქვია ხო და არ დამავიწყება და კაკუნია კარებზე აი ეს რაღაცა გამყინვარება ცივა კვდებით და მოვიდა მანანა დუმბაძე
ხო და რაღაცა ვლაპარაკობ ხა რაღაცა ისა და რაშვები რომ აი მე მეთქი კაცო დღისით კი არ აუშავს რაღაცა ნუ მოძრაობ გავალ გამოვალ მეთქი და ღამე მიჭირს ძალიან მეტი რატო ღამეო და აი რომ გაიხადო მე ღამის პერაგი ჩაიცვა შენო იხდიო ხო არ გაგიჟდიო კაცო აბა რა საკეთებე მეო მარტო ჩექმებს ვიხდიო ეგრევე შარვლითო კუდითო ივითო შეო შენ გაგახარა ღმერთმა მეუთხარ აი ესეთი მდგომარეობა ეს გადავიტანე აკარაკო ამდენ წვალებას ერთი საკითხი გამოგეცვალა არ ჟებდა აჰა რავი მამამი რას თავი მახსოვს ეკარები სულ ეგრეა დაკეტა ვეღარ გააღებ კიდე ვეღარ დაკეტა ხო ეგრეა მაგრამ ეგრე უნდა იყოს რავი აბა განა მაღაზია მაგრამ სადღაც მაღაზიაც არის ამ 90-იანებს დაემთხვა კიდე ერთი ძალიან ცუდი ამბავი თქვენი ცხოვრების თქვენ დას დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი ხო კი თქვენ თავიდანვე გაიგეთ თუ რაღაც პერიოდი არა თავიდან მე გავიგე მე ნუ უკვე იძულებული ვიყავი დედასთვის მეთქვა მაგრამ თვითონ არ იცოდა ხო და აი მოკლედ ეს პერიოდი ძალიან მძიმე იყო ჩემთვის მე ეს კი მაშინ ცოტა სხვა მკურნალობა იყო ხო სიმსივნეს ვერ კურდა ისეთი კურნალობა ჯერეთი ქიმიები იყო რა ქიმია მოგლა ჩემმა და ხო რა ქიმია რომ გაუკეთეს აი ცუდად გახდა და ისა ხა ჩავარდნილი და ისა არ იყო მაგამდე არ მესულა ხო და ესე მე დარჩა 9 წლის ბიჭი რომელიც ჩემი გავზარდე ჩემი ბიჭი ხა ორი შვილი მყავს დიდი ბიჭია და ორი შვილი მყავს და ძალიან ცუდი სიზმარიც ნახეთ სანამ დაგარდაიცვლებოდა ხო კი ჭერი ჩამო ჭერი ხო რა იცი დედა გავგისი საიდან იცი ეს რაღაცა ის იყო აი ცოტა მისტიკაა და მართლა არა ნუ მე რა ვიცი ახლა სწორების არ ვიცი მაგრამ მე ძალიან მიცხადდება ისე მეშინია სიზმრების აი სუფი ღმერთ თუ არ დამესწროს არაფერი სხვა დროსაც აქვს კი როგორ აი ცეკვა მაქვს თუდად დაცდილი სიმღერა ყურძნის ჭამა აი რაც ისა სხვათა შორის ნიაზის ეგენი აჭარლები იყვნენ დიასამიზის დედას ხოდა ძალიან კარგი სიზმრების წიგნი ხო და აი რომ ნახავდი ხოლმე კალერეი და გადავიდოდი ხოლმე რომ აბა ხო მაგრამ აი ეს რაღაცა საგნები ნივთები სხვა არ მაგრამ დაზე ნახეთ რომ ჭერი ჩამოინგრა ეხლა ძალიან შემზარავია აი სახში ზივართ ესე და თვითონ ჩამოინგრა მთელი ჭერი ნუ რო გაიგუძეთ ხშიშის ეს მამაზე იყო მამაზე და გადაიცვალა მამა აჰა 52 წლის ასაკში მაშინ ბებერი მეგონა და თუ მე ახალგაზრდა ყოფილა ხო და ჩემი და წამასაკში 52 ძალიან ახალგაზრდა ძალიან ჩემი ოჯახი თქვენ ახათ ამის განაწილება სოფოსთვის და სამუნასთვის მინდოდა ოჯახებს რო შექმნიდნენ სამახსოვროდ ეკნებოდა ჩემგან მაგრამ ახლა ამის დრო არ არის რას ამბობთ თქვენ რა მართალი ერთი წუთით რეზოს რო რამე მოვიდეს იცოდე თავს არ ვიცოცხლებ ჩააბარეთ ეს ყველაფერი დაუმატეთ რეზოს ოპერაციის ფულს არა რა სისულელია რას ამბობთ თქვენ რას ვამბობ და რაც საჭიროა იმას შენ კი აქ ჩუქნი გოგო არა გამორიცხულია არავითარ შემთხვევაში მე ამას ხელს ვერ მოვკიდე გოგო არ გაიგოს იმ კაცმა ამ პერიოდში იყო ის მომენტი რომ გინდოდათ აფხაზეთიდან დევნილი უპატრონო დარჩენის გეშულა ხო ფიქრობდით ამას კი მე მინდოდა სანამ გადაიცვლებოდა ჩემი და ხო მივედით კიდევაც წამყვე გოგოები მივედით ერთად და აი ბევრი ის იყო ტელევიზორში აცხადებდნენ რომ აი ესე დარჩა უპატრონოდ რაღაცა და ვისთვის ჩემთვის მინდა მეთქი გაუკვირდათ რაღაცა თქვენთვის ხო ალბათ კი მეთქი ჩემთვის მინდა თუ არის უპატრონო რომ მე ავიყვან მეთქი და რაღაცა და მე საბედნიეროდ გამოუჩნდათ პატრონები და ნუ ძალიან კარგი რომ თავის პატრონებმა მე მალე ჩემი დის ამბავი მოხდა და ნუ უკვე ხო თქვენი დიშვილისთვის დედა გახდით რთული არის ხო თანამ წლებში შვილისთვისაც უნდა მიგეხედათ თეატრიც, სხვა სამსახურიც ალბათ იქნებოდა. კი, არა, იყო რთული, მაგრამ მამამისიც მეხმარებოდა, დედა ჩემი ცოცხალი იყო და რასაკვირველი ესა და ეს ერთად ყველაფერი დათვლით და კარგი ბიჭი გამოვიდა, რა ვიცი. დედა, ხედავ რა ბიჭია. იქნებ ლიკას ბედზე დარჩა უცოლოდ, ა? გაჩერდი ვენერასოსელია, ნუ იცი წინასწარენის ტარტალი. ჯვარი წერია ჩემი თვალისაგან. რა შეეხება თეატრს? აი ამ პერიოდში იყო რაღაცა
ჩავარდნის მომენტი, როცა არარეალიზებულად გრძნობდი თავს, აი ქონიათ ეს პერიოდი. მსახიობის ცხოვრებაში არ არსებობს რო არ იყოს რაღაცა ჩავარდნა, მაგრამ მე კინომ ძალიან მიშველა. იყო აი ბევრი ეხა რაღაცა იმ დღეს ვლაპარაკობდი და თუ რამდენი ფილმი რაღაცა ფილმი გადიოდა ამას წინა და სამზარეულოში ვიყავ. კაცო რაღაცა ხმა მეცნო, მაგრამ აღარც მახსოვდა. და კინომ ძალიან მიშველა, ამიტომ მიყვარს მე კინო ძალიან. მე ხომ ესეც შეთვის მინდოდა, მითო. მითო. ესეც ხომ შეთვის მინდოდა, მითო. სერიალებში ბევრგან არ ყოფილხართ, მაგრამ გოგონო გარეუბნიდანში იყო თქვენი როლი, აი ფანტასტიკა. ისევ დაიწყეს. გაგიხმათ ხელი. დენი წავიდა? რა ლამაზი დღეა, რა ლამაზი დღეა, იმიტომ რომ დღეს ვენერას დაბადების დღეა. მეგარი რომეო? საწყალო შექსპირო, რა დრო დაგიდგა? რეზო, ლეილას ხوار დაურეკავს. ერთი წამით რა. ხო. ისე რა ქნა თამუნამ სამსახურზე? თქვენი წნევაა ვენერა დეიდა? აბა რა ჯანდაბამჭის? გახსოვს ანზორი ჩვენ სახლს რო ვარემონტებდით, რა ბედნიერები ვიყავით. ლოოსელიაზე რამდენი ხალხი ყავდა. ციკლოპის გაკეთება თავიდან მოგვიწია, მაგრამ შენი თანამშრომლები რა კმაყოფილები წავიდნენ. ამ ხელა ქარხნის დირექტორი სულ ხელებს მიკოცნიდა. იცით ეგრო როლი არც იყო? ხო. აი ეგ იყო ერთი პატარა ეპიზოდი იყო. შემ რო დამიბარეს და მივედი, ისაო თუ თანახმა იქნებითო ქალბატონ ნანულიო პატარაო ეპიზოდიაო და რაღაცა და კი მეთქი მე ვთქვი რატო სერიალშიც მინდა გამოვცადო ჩემი თავი და მერე მოხდა ისე ჩემ და სასიკეთოთ რასაკვირველად სასიხარულოდ გაადიდეს და ყველა სერიალში იქნებითო ქალბატონ ნანულიო ესო ისეთი მეზობელი უნდა იყოსო რაღაცა და გამეხარა და ფრაზები ქონდა ძალიან მაგარი ამ პერსონაჟს. ხო, მაგარი და მერე დამინიშეს ხელფასი იქა, რასაკვირველია, ვერ გეტყვით რომ მეწყინა გამეხარდა და მერე გავიდა რამოდენიმე ხანი და დამირეკეს რომ ქალბატონ ნანული მოგემატათო ხელფასიო, რადგან ისეთი წარმატებული ის არის და აი ესე და გაგრძელდა ეს შვენიერი სერია. კი ბატონო. ხათაჩორის ჩემი კანდიდატურა უნდა გითხრათ, ვერ დაუკარგავ მარინა კახიანმა უთხრა. ხო, მარინა თამაშობდა. კი, მახსოვს. ხო და ვაიმეო აი ესეთიო ცოტა ისეთიო რაღაცა სახასიათო ნანულიო უთხრა სარაჯიშვილიო დახეთო და ესე რომ ამ სერიალისა მარინას სამსახურება მე არ უკარგავ არავის თუ კი რაღაცა და მე უხარიათ ხოლმე ხო და ეგ ძალიან სწორია ეს აღნიშნვა. სახში ხართ? მოდი. How are you რეზო? რა მითხარი? არაფერი რეზო, არაფერი. Oh my god, და რა დასალაგებელია ეს სახლი. მოდი ცოტა ხელს წაგიგრაბ. არ გინდა ვენერა გაანებე თავი. ადგება თამუნა და ის დაალაგებს. თამუნა, სათხარ мама? მაგრამ ყველაზე პოპულარული ორი გმირი იყო მაინც მანანა და მარო. ხო. აი ნანულის უფრო ნაკლებად გეძახდნენ ვიდრე მაროს ქუჩაში ან მანანას იყო ეს ახლა გეტყვით რომ დღესაც მეძახიან მანანას და ვიხედები ორივეზე. მაროსაც? მაროსაც ხო და უფრო აი ესე ბავშვობის ისა კაცო უნდა თქვენ რაღა მოგივიდა ბავშვობიდან ერთათავა და რაღაცა მეძახიან და ვიხედები და ეს ჩემთვის სასიხაროა ისე ახსოვთ გაიგივეს თან იმდენად შთამბეჭდავი იყო მათთვის ეს პერსონაჟები. მიყვარს და რა საფიქრო? მიწას დაგახსი რო არ მოეწყო. კაცი ხელი ერთი. წაგებიცოდე. მოდი.
გამარჯობათ, მოგძანეთ ველოდებით. ესო ვიჭო იმი მამიდა. მოგძანეთ. სასიამოვნოა. მიბრძანდი, მარო. გარიგებაზე ჩამოვარდა სიტყვა და გარიგება უცდია თქვენთვის ვინმესი? გარიგება იმ პერიოდში ხო იყო პოპულარული ეგ თემა, რომ გაურიგო. თქვენ ეს ხო იცით, არ ვიცი, იცით თუ არა ნამდვილი ამბავი. კი ბატონო, ხო და მაგას ვამბობ, რომ ხდებოდა ცხოვრებაში. როგორ არა, კაცო, დედაჩემს დაურეკა ერთმა ახლობელმა, რომ საქმე მაქვს შენთან, შვილი მინდაო, მოვიყვანო. აი, ხალხი ხარა მეცინება ეხლა. კიო და ნანულის სისმიდაო დახმარებაო და დედაჩემი ფქერო რაღაცა თეატრალზე ხო არ უნდა ჩაბარება რაღაცა და მოიყვანა შვილი და ესეო კაცო არა თხოვდებაო და მინდაო დედაჩემს გაი ამა თავისავს ხო უშველა და ეხა შეშვის უნდა მიხედოს თავისავს ველი ამას და ესო ფილმში იყო რასაკვირი და თქვენთვის თუ უცდიათ ვინმეს გაცნობა და ესე გარიგების კი როგორ არა ძამ ის ყავდა ერთი გენიალური დურგალი რომელიც მასადას აკეთებდა ტარიელი ოსი ხო აჭედებს ამიმაშა და ხო და ნუ ეხა ჩემი და განიცდიდა რაღაცა რომ ეხლა მე არ ვიყავი გათხოვილი ორჯერ გათხოვდა და ეს ისა რაღაცა და ტარიელო კაცო ეხუბრება რა ეხლა ტარიელო არ აყავსო ვინმე კარგია ჩემი შვილი ისეთი კარგი ბიჭი მყავს ითეცი მშრომელი თან აკეთებს ამას აკაკუნებს ამა და ისეთი ხო და რას აკეთებსო სასიძო რო ვიცოდეთ და გაურიგო რა ნანულისო და რას აკეთებსო და 28 წლის არის და მე 7 კლასია აუ ფარებ სკოლაც დაამთავროსო და მე ვიფიქროთ მაგაზე ხო კი ექიმიკალია მილიონერი სახკარიანი მანქანიანი მე იმისი მილიონერი რა მიუხედრელი ხარ გენეცვალოს მარო როგორც რაში და ქალს და ბალდი უნდა იმანდარს კიდე კაცი სჭირდება ხოდა ცოტა ხანს უნდა უქმრო გენეცვალოს მარო მე ყველაფერს გამოზიდავ გაშორდები და ქონების ნახევარი ჩვენი იქნება შენაკალო იმ ქალაქში თავი ხო არაფერს მიგირწამს ისე მშობლები კაცსაც გზდიდნენ და აი ვიღაცას რომ მოწონდით გიწუნებდნენ თაყვანისმცემლებს იყო ის მომენტი რომ არა არ მოგწონს ეს ბიჭი ერეოდნენ დედა უფრო მამა არა მამას არც ეუბნებოდით მაგამებს პირველი სიყვარული აი როცა მივხვდით რომ უკვე სხვანაირად აწგერდა გული რა საქმე იყო პირველი სიყვარული იყო საბავშვო ბაღში ქართულს ვინც მეწეკვებოდა ბიჭი იმაზე უკეთესი თუ რამე არსებობდა ამ ქვეყანაზე და ვინმე არ ვიცოდი უჟივავი სამზეო გალასავდრის ნახავა გაზევიზან ანგელოს თვითონ ღმერთი დახლავა ისეთი მძაფრი სიყვარული იყო აი როცა ფიქრობდით უკვე დაოჯახებას კი როგორ არა იყო და არაერთხელ მე არა ვარ იმის მომხრე, არ ვიცი ვინ რა აზრის არის, რომ სიყვარული ერთხელ და არა რა თქმა უნდა, რამდენიმეჯერში. მე რამდენჯერაც მიყვარდა, მართლა მიყვარდა. და რატო ვერ გადადგით ეს ნაბიჯი? თქვენ დავიხიეთ უკან? არა, რაღაცა მომეჩი შაიჭრა, რაღაცაში ალბათ მე ჩავიჭერი რაღაცა და ვერ შედგა. ისე უსიყვარულოდ არ მივდივარ ამ ქვეყნიდან. ჯერ წასვლაზე ძალიან დიდი დროა. ხო, ეს სიყვარული იყო. გაგიმართოს მიდო ჩამოთვლე დაგიდი ჩამოდი მიდო სიყვარულო რა ხარო მარუნი აი რისი პატიება გიჭირდათ მე ძალიან ის ვიყავი რა ქვია ეჭვიანი გამოხატავდით ეჭვიანობას კი როგორ არა აი ესე მძაფრად კი მძაფრად ძალიან მძაფრად გამოვხატავდი აი რომ მეტყოდეთ ის იმასთან იქ იყო ეს იყო ხო მაგრამ ეს ხო შეიძლება ჭორი ყოფილიყო მარტო არა ჭორი არ იყო ანუ რეალურად მოხდა რომ სხვასთან რეალურად მოხდა და ბევრ რაღაცებს ვერ პატიობდი ხოლმე არა მე კი შევრიგდებოდით მაგრამ მაინც
ეჭვიანობა ცოტა ისეთი რაღაცაა. ეხა ეჭვიანობა ტყილაკი არ ვეჭვიანობ. ხო, საბაბიც ჰქონდათ. ხო, კი, რასაკვირველია. მაგრამ თვითონაც ხო არ ითხოვდნენ აი დათმობას, რომ თქვა არ მოწონდათ რომ მსახიობი იყავით, არ მოწონდათ რომ რაღაცა. ეგ ყველას. ყველას? კი, ყველას კი. რა უცნაურია, აი ესე იწყებენ თქვენთან ურთიერთობას მოწონხართ და იხსნა რომ მსახიობი ხართ რა შემდგარი. ხო, მაგრამ ნუ ეხა მე ისე მიყვარდა შემიყვარდა ჩემი სპეციალობა, ჩემი საქმე, რომ ეხა მაგის გულს მე ისე კარიერა უფრო წინ კონდა დაყენებული ვიდრე სიყვარული ამ გადასახედიდან? კი. ნანობთ ამას გინანიათ როდესმე? არა სხვათა შორის. ეხლა უკვე რომ შევედი ასაკში და რაღაცა იმენი კარგი რაღაცები მოხდა წარმატება ჩემს ცხოვრებაში ხალხის ეხა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ აი ხალხის სიყვარული. არა, ხმამაღალი არა. ესეთი რაც გაგიშვიათ ხელიდან და აი ამ გადასახედიდან ნანობთ ეხა რომ იმაზე რომ უფრო ბევრი მეფიქრა ან გადამედგა ის ნაბიჯი შეიძლება სხვანაირად წასულიყო. მე ნანობ რას იცით ძალიან ბევრი რაღაცისთვის მეთქვია უარი. უნდა გითხრათ ცოტა ფშიშარა მსახიობი ვარ. აი რამხრივ. როგორც კი პირველი ის ამას მე რა ტურისტი გრაგაში. რა ვიცი, აი რაღაცა ესე. მე უკვე მუშაობაში და იმაში და ამაში ნელ-ნელა ვიხსნებ. ვაიმე, ამას მე შევძლებ. ვაიმე, ამას მე ვითამაშებ. ვაიმე, ეს მაგ. ხო, ნუ შეიძლება პირველი ემოციაა, რომ ხო, გამივა თუ არა, მაგრამ ფაქტია რომ გამივა. მაგ და ბევრი ისის მithქვია რაღაცა უარი და ეხა მნანა. როლებზე, ხო? არ უნდა აქ მსახიობა უნდა ეცადოს. აი ახალგაზრდებს უეუბნები ხა მე რაც ისა, აი უნდა ეცადოთ რომ არა ეს უნდა გააკეთო, უნდა იმუშაო და გააკეთო. თუმცა ზარმაციცა ვარ. ზარმაცი მსახიობი ვარ. მეზარება ხოლმე ყველაფერი. ხო, ეგ არის ხელით შემშელა. მინდორი ყვავილი ფუტკალისკა, გორი აგარა ქარელისკა. Kaleli agara goris, kaleli agara goris. წლების მატებას როგორ უყურებთ? გაშინებთ თუ არ ფიქრობთ ამაზე? ვაიმე, ძალიან ცუდად. იყო ესეთი რაღაცა გადაცემა. ხო. რომ აი წლები რო რაღაცა რომ მოკლედ სიბერეს თავის ხიბლი აქვს და რაღაცები და სხვადასხვა თაობის ხალხი ვიყავით მიწეული. ნუ ახალგაზრდებმა, ნუ ისინი ჯერაზე არ არიან. რას ლაპარაკობთ ისა წლებში რომ შევალთ რაღაცა წამოვიდნენ, ასე წამოვიდნენ, მივიდნენ დათო გომართელთან. ხო. ხო და აბა თქვენ რა სიტყვით, ეხლა მეცინება. არ ვიცი გენაცვალე მე რა ხდება მე, მაგრამ 50-ის მერეო საშინელება იწყებაო. ხო და ჩემთან რომ მოვიდნენ, მე უთხარი მე ვერ ვიტყოდი მეთქი რომ სიბერეს დამზა. არა არ ვარ რა თუნდა ეხლა ლაპარაკი რომ ახალგაზრდა რო ვიყავე ყველაფერი სხვანაირად იყო ყველაფერი მიხაროდა უფრო ენერგიული ვიყავი რაღაცა ეხლა მავიწყდება რამდენი წლისა ვარ და მესამე სართულზე ვცხოვრობ ლიფტი არა მაქვს და ძალიან მაღალჭერიანი ძველი სახლები და მორბი ვარ და შუაზე რო ამბობ ხო კაცო სად მირბიხარ ჩაიხედე პასპორტში რამდენი წლისა ხარ მავიწყდება და უკვე ვიღლებ. ისე აღარ არის. ხო, მაგრამ თავარი ხო არის მაინც შინაგანი განწყობა და შებართება. ეგა. კი, ნუ სხვა რა ციფრებია. სხვა რა ციფრებია, ხო, სხვა რა გზაა. ყოველ წელს რაღაცა გემატება ისა რაღაცა ახალგაზრდობა ჯობია. ჯობია, მაგრამ მაინც მგონია რომ კიდევ ბევრი კარგი არის წინ და მინდა გისურვოთ რა ბევრი როლიც ძალიან დიდი მადლობა და ბევრი ჯანმრთელი წელიც. დიდი მადლობა. წარმატებები მინდა გისურვოთ, მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ მოიცალეთ ჩემთვის და დრო გამონახეთ და კარგ საქმეს აკეთებთ რომ არა ვიწყებთ მსახიობებს. არასოდეს პირიქით, თა გამოჩენილ და ესეთ საყვარელ მსახიობებს მეტუმეტეს დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა.